კაი გამარჯობა ჩემო. კაი გამარჯობა. მოგესალმებით ქალბატონო. შენ გიწერია როგორ უნდა წარადგინო კარგად. კი ბატონო, მოდი პირდაპირ სტუმრის წარდგენით დავიწყოთ, როგორც წესი ცოტა ხუმრობით ვიწყებთ ხოლმე ჩვენ გადაცემებს, მაგრამ დღეს ისეთ თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ცოტა მეტი სერიოზულობა გვმართებს და წარვადგინოთ პირდაპირ ჩვენი სტუმარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი, ჟვანიას კლინიკის ენდოკრინოლოგიური სამსახურის უფროსი ქალბატონი ეკატერინე ფაცაცია. კიდევ ერთხელ გამარჯობა. და უდიდესი მადლობა რომ გამონახეთ, რომ ახლაც პაციენტი ყავდათ და შევესწრებით ძალიან დიდხანს არ მოგასწინოთ, მაგრამ თემა არის იმდენად მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად ლადოვის מחარებს ახლაც ვამბობდით. მამებმაც უნდა ვისაუბროთ ხოლმე და უნდა ვიცოდეთ, მხოლოდ დედება იციან თქვა სიმპტომები, ბავშვს რაღაც გაუჭირდა ფერი არ მოწონს. მამები შედარებით ნაკლებად ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. ხო თითქოს დედებს მივანდეთ რაღაც დედები ჩავრთეთ ამაში მთავარ როლში და დედებმა რო იციან თვლით რომ ჩვენს ამით ჩვენს პასუხისმგებლობას ერთგვარად ვიხსნით და არა არის იქ. იმიტომაც ვაკეთებთ მამების დროს ჩვენ. ჩემო ბატონო და მოდი მადლობაც უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა. კომპანია Efforts, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი ტექნიკის სრულყოფაში და პრაქტიკულად უპრობლემოდ შეგვიძლია მაყურებელს წარუდგინოთ ჩვენი ვიდეოები და კომპანია დუგლაძეების ღვინო, რომელიც გვერდში გვიდგას, ჩვენი მეგობარია. არაჩვეულებრივი ღვინოები შეუძლია შემოგთავაზოს და მათი სლოგანი, რომელიც ძალიან მოწონს, ქართული ხასიათის მრავალფეროვნება იდეალურად შეესაბამება ამ კომპანიის ღვინოებს. ეგ არის. მადლობები თქვით და მიყვარს ეს სიტყვა რა, მადლობა ძალიან მაგარი სიტყვა. ნამდვილად ეგრეა. მადლობა პირველ რიგში თქვენ იმისთვის, რომ ამ გადაცემაში მომიწვიეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან აქტუალურია ის თემა, რასაც მამები ქვია საქართველოში. განსაკუთრებით მამების როლი ძალიან დიდია იმ სიტუაციებში, როდესაც ბავშვებს აქვთ რაღაცა ტიპის დაავადებები. როგორც მწვავე პროცესში, ასევე ქრონიკულ დაავადებებში მამის ჩართულობა და მთლიანად ოჯახის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ენდოკრინოლოგებისთვის მამის ჩართულობას ძალიან ათმაგიდად მეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს ქრონიკულ დაავადებებთან, ანუ იმ დაავადებებთან, რომლებსაც ნამდვილად დედა მარტო ვერ გაუმკლავდება და აუცილებელი არის ოჯახში იყოს სიმბიოზი, ურთიერთგაგება და ურთიერთმხარდაჭერა. და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი რთული დაავადება ქრონიკულ დაავადებებს შორის, რომელიც სამართავად ძალიან რთულია, ჯერჯერობით არ არის განკურნებადი, არის სწორედ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ინსულინ დამოკიდებული და წეღანთქვერო პაციენტი ახსენეთ, სწორედ ეს დაავადება ჰქონდა მაგ პაციენტსაც და არ არის მარტივი ამ დიაგნოზის მიღება ოჯახისთვის და ამიტომ დედის გვერდზე ყოველთვის ჩვენ მხარს უჭერთ, რომ აუცილებლად ვეუბნებით, რომ აუცილებლად უნდა იყოს მამაც. კლინიკაში ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული დიაბეტური სკოლა, ანუ განათლებას ვაწვდით ამ დიაბეტთან დაკავშირებით და პირველსავე დღეს სწორედ იმას ვეუბნებით, რომ დედის გვერდზე ამ სკოლაში ისევე ზის და სწავლობს მამაც და პრინციპში არა ვართ უკმაყოფილო ჩვენი მამებით, ანუ მხედველობაში მაქვს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტის მამებით, ყავს ისეთი მშობლებიც, ისეთი მამები, რომლებიც დედაზე უფრო აქტიურადაც არიან ჩართული და სხვათა შორის ჩვენს გქონდა რაღაცა წასახალისებელი ესეთი მამებისთვის 14 ნოემბერი არის დიაბეტის საერთაშორისო დღე და ყოველ წელს ჩვენი კლინიკა ამ დღეს აღნიშნავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებით, გვაქვს იქ დაჯილდოვებები, საუკეთესო შაქრის მაჩვენებელი, ვისაც აქვს საუკეთესო მოკლედ პაციენტი, ყველაზე პატარა პაციენტი და ერთ-ერთ წელს გქონდა ესეთი ნომინაცია საუკეთესო მამა. ანუ საუკეთესო მამაში ხა ჩვენ ხედველობაში გქონდა ის მამა, რომელიც დიაბეტის მართვაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას და ესეთი მამაც ყავდა ნომინანტი, რომელიც დავაჯილდოვეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც მეტი წილი დედებზე გადადის, გეთანხმებით ეს მდგომარეობა, მაგრამ თლათ ჩვენს მამებზეც ცუც ვერ ვიტყვი რა ამ სიტუაციაში, რა სიტუაციაც რეალურად ჩვენ გვაქვს და მათ ჩართულობაც მოგეხსენებათ, რომ ანუ დიაბეტი ისეთი დაავადება, რომ ფაქტიურად თავიდან უნდა ვასწავლოთ ცხოვრება იმ ოჯახს და
მამა თუ ამაში არ იქნა ჩართული, ნამდვილად მარტო დედას ელემენტარულად ღამის თევებიც გვიწევს, ძალიან დიდი დატვირთვაა და მამის გარეშე ამას ვერ გავუმკლავდებით. უბრალოდ მამებს აქვს ცოტა ესეთი მომენტი, რომ უფრო ეცოდებათ ხოლმე ბავშვები, აი გვიშლიან ხოლმე ხელს. ხშირად გამიგია ხოლმე დიალოგი დედა და მამა ერთად რო არიან კონსულტაციაზე მოსული, აი ბავშვმა იცის ხოლმე უცებ თქვა, აი მამა მომიტანა იქ და რამ ექნა ის ტკბილეული მამა მომიტანა გაზიანი სასმელი, ანუ მამები უფრო ესე ეცოდებათ ბავშვები, უფრო ანებივრებენ შეიძლება ამ კუთხით და ცოტა ხელს გვიშლიან ხოლმე ჩვენ მართვაში, მაგრამ ნუ ეს ახლა არის რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევები, ყოველ შემთხვევაში მაინც ერთიანობა ჩვენ სიტუაციაში უბრალოდ გარდაუვალია. აი მე რაც გამახსენდა ქალბატონო, ეგა ჩემი ის არის შეცდომა ცუდი საქციელი, როცა ბავშვები პატარები იყვნენ შედარებით, ეხლა კი უძლებენ. სისხლის აღება როცა ჭირდებოდა ხოლმე ვერ შევდიოდი. მეუღლე შედიოდა ხოლმე და მე ველოდებოდი გარეთ. კი, აი ეგ მომენტი რომ აუცილებლად მამა უნდა იყოს ჩართული, ხეთ თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენ შულს ერთხელ დასჭირდა ის ინექცია, იმიტომ რაღაცა მწვავე დაავადება იყო და დღეში 5-ჯერ, 6-ჯერ რომ მინიმუმ ინექცია, იმიტომ რომ სხვა ამ დაავადების დროს ალტერნატივა ტაბლეტირებული თერაპია არ არსებობს, გვაქვს მთელ მსოფლიოში უალტერნატივო ინსულინოთერაპია, რომელიც ინექციების სახით კეთდება. კი, ეს არის კალმისტრები, ეს არის უმტკივნეულო, მაგრამ ეს არის ინექცია რა რეალურად და ჩვენც ბევრი ესეთი შემთხვევა გვქონია, როდესაც პირველი ინექციის დროს, თქვათ, მამა გადის პალატიდან და მხოლოდ დედა ამაში ჩართული, მაგრამ მქონია ისეთი მომენტებიც, როდესაც პირიქით დედა ვერ უძლებს დასაწყისში ფსიქოლოგიურად არ არის მარტივი ამ დაავადების მიღება და იმის გაჟღერება, რომ კი შენ შვილს ეს დასჭირდება მთელი ცხოვრება. ნუ ამ წუთას ესე გვაქვს. კი ველოდებით, რა თქმა უნდა, ცვლილებებს ამ დაავადების კურნალობაში ისე რომ ინექციები არ დაგვჭირდეს, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რეკომენდებული სხვა რაიმე გზა არა გვაქვს და ყოფილა შემთხვევები, რომ პირიქით დედას ვერ გაუძლია და ვთქვათ მამას აუღია ეს პირველი დატვირთვა, დარტყმა თავის თავზე. ძალიან რთულია გარდა ინექციებისა ფსიქოლოგიურად შეგუება ამ ყველაფრის და მინდა გითხრათ, რომ მამები უფრო ვერ ეგუებიან ამ დიაგნოზს, დედებს რო ვუხსნით, რომ აი ეს მდგომარეობა უნდა დავიწყოთ ინსულინოთერაპია, რომ სხვა გამოსავალი არა გვაქვს, დედები უფრო გაგებით ეკიდებიან, აი მამებს აქვთ ეს ახასიათებს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტია, პირველი ეტაპი, აი უარყოფა დიაგნოზის უფრო სხვათა შორის რო ვაკვირდები მამის მხრიდან მოდის, არა მოდით კიდე გადავამოწმოთ, აბა თუ შეიძლება სადმე გავაგზავნოთ, რაღაცა გავაკეთოთ, ანუ ის უნდობლობის მომენტი, რომ შეიძლება შევცდით დიაგნოზში, მამებს უფრო აქვთ და ყოველთვის ამის შესაძლებლობას ვაძლევთ, დროს ვაძლევთ, სადაც გინდა დარეკეთ, გადააგზავნეთ, გადავაკონტროლოთ, ანუ ფსიქოლოგიურად რო ამისთვის მზადიყვნენ. მქონია შემთხვევები, როდესაც დედა დათანხმებულა, რომ უნდა დავიწყოთ ინსულინოთერაპია და მამა არის უარზე. მიგვიცია, ანუ ბავშვის მდგომარეობა რო არ გავაუარესოთ ისე რაღაცა დამხმარე საშუალებებით, ხან ფიზიოლოგიურის გადასხმით, რომ მაინც ჰიპერგლიკემიები მაღლა არ გაუშვათ და ბავშვი არ წავიყვანოთ კეტოაციდოზისკენ, მიგვიცია იმის საშუალება მამისთვისაც, ის 1 დღე და 2 დღე დავლოდები ვართ მის აი ამ ფსიქოლოგიურად, რომ მომზადებულიყო ამ ყველაფრისთვის, ანუ ესეთი მომენტებიც გვაქვს რა და რო ვაკვირდები, მამებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ ამ დიაგნოზის მისაღებად. აი ეს უარყოფის პერიოდი, მერე უკვე მოდის პერიოდი, როდესაც აი რატო ჩემ შვილს და უფრო მეტი კითხვა სხვათა შორის უფრო აქვთ ხოლმე აი მამებს, რასაც მართლა გითხრათ, ვაკვირდები ჩვენი პრაქტიკის განმავლობაში. რატომ ჩემ შვილსო? დიახ, რატომ ჩემ შვილს უფრო მამას, ნუ ალბათ თავსაც იდანაშაულებს იცით რა, აი პირველი ფრაზა რომ როდესაც შემოდიან დედა და მამა ორივე ხო ბავშვთან ერთად, სწორედ პირველ ფრაზას იმას ვეუბნებით, რომ ეს ისეთი დაავადება, აი კონკრეტულად რაზეც ვსაუბრობთ, ხო ეს ქრონიკული შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებული, რომ რაც არ უნდა თქვენ რაღაცა ოქროს საოცარი პირობები შეგექმნათ და ოქროს გალიაში ყოლოდათ ეს ბავშვი, ეს დაავადება მაინც განვითარდებოდა.
თუმცა მაინც მიდის მერე ძიება დედა და მამა შორის აი შენ გენეტიკაში იმას ქონდა, ამას ქონდა, ანუ ყოველთვის ცდილობენ და უფრო მამები რო ვაკვირდები, რომ მიზეზი მოძებნონ, ვიღაცა დაადანაშაულონ, რომ ეს დაავადება რატო განუვითარდა მის შვილს. თუმცა მერე ნელ-ნელა, როდესაც უკვე ვუხსნით და არაერთჯერადად ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, იგებენ, რომ ეს ნამდვილად ის დაავადება, რომელსაც ხელს ვერ ავაპარებდით. ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ვითარდება და მისი პროფილაქტიკა, მისი პრევენცია არ არის ტიპი 1 დიაბეტი. ნუ განსხვავებით ახლა აი როგორც ხალხში ეძახიან მეორე ტიპის დიაბეტი შეძენილ დიაბეტისგან განსხვავებით. ჩვენს კონტინგენტში 18 წლამდე ასაკში სწორედ ეს ტიპი 1 დიაბეტია მეტი წილი და ამიტომ ამასთან გვიწევს უფრო მიზეზის თქმა შეიძლება უფრო მეტად რა იწვევს მემკვიდრეობით. იცით რა, ტიპი 1 სიმპტომებიც რო გითხრათ. კი, რა თქმა უნდა, ტიპი 1 დიაბეტისთვის რაც ცნობილია დღესდღეობით ეს არის, რომ არის ესეთი ორგანო, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ნივთიერება ინსულინს და ეს ინსულინი იღებს მონაწილეობას გლუკოზის ან მარტივად ვიტყვი ესე შაქრის მაჩვენებლების დარეგულირებაში. როდესაც უკვე ის არასაკმარისი რაოდენობითაა, შაქრის მაჩვენებლებით სისხლში არის არა 150 მგ პროცენტზე, არამედ 200, 300, 400 და 500. მიზეზი როგორც ასეთი ეს არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა, ოღონდ უყურეთ რისი თვითონ აი იმ კუჭქვეშა ჯირკვლის, იმ შინაგანი სეკრეციის ორგანოს, იმ კუჭქვეშა ჯირკვალს აქვს ეს მიდრეკილება. ეს თანამდებობით მივცის არ არის აუცილებელი ბებია და ბაბუას ქონოდა და შეიძლება არც იციან რომ ვიღაცას იქ მეათე თაობაში რამე ქონდა, მაგრამ მიდრეკილება არსებობს და ამ მიდრეკილების ხელშემწყობი ფაქტორი რომ ის გამოამჟღავნოს აი იქ უკვე არსებობს ესეთი ამ დაავადების ეგრეთ წოდებული გამშვები მექანიზმები. ეს არის სწორედ ინფექციები, ეს არის ძროხის რძის ადრეული მოხმარების დაწყება, ანუ ადრეულ ასაკში, რაც არის ცნობილი, ვიტამინ D-ს დეფიციტი და მეტი წილი, რა თქმა უნდა, მაინც ვირუსული ინფექციები. ძალიან ბევრი ფაქტორია და სხვათა შორის ერთ-ერთი ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ის იყო, ყოველ შემთხვევაში იყოს, რატო ვამბობ მიხვდებით, მჟღავნდებოდა გარდატეხის ასაკს რო ეძახით, აი სქესობრივი მომწიფება, როდესაც მოდის, იმიტომ რომ თუ ეს მიდრეკილება არსებობს, ეს სქესობრივი მომწიფების დროს სასქესო ჰორმონები და ზრდის ჰორმონები არიან ინსულინის მოწინააღმდეგენი და სწორედ როდესაც ისინი აქტიურდებიან ეს სასქესო ჰორმონები, მაშინ იჩენდა თავს ეს დაავადება. ამიტომ ჩემი სტუდენტობის დროს ძალიან გამიკვირდებოდა, რომ ეს დიაგნოზი დამესვა 8 თვის ბავშვისთვის, აი სწორედ 3 კვირის წინ გავწერეთ 8 თვის ბავშვის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით. ანუ მეტი წილი ეს მოდიოდა სწორედ იმ ასაკზე, რასაც გარდატეხის ასაკს ვეძახი და დღესდღეობით იმდენად არის გაახალგაზრდავებული და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია და ბოლომდე ჯერ კიდე არ ვიცით ის მიზეზები, რატო 5 წლის ასაკამდე, რატო იმ 8 თვის ბავშვთან, 1 წლის ბავშვთან, 5 წლის ბავშვთან, რატო მოხდა ამისი ესე გაახალგაზრდავება. თუმცა ის თვითონ ძირი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა, არსებობს კუჭქვეშა ჯირკვალი და არსებობს გენეტიკური მიდრეკილება ამ დაავადების, ამ კუჭქვეშა ჯირკვლის ამ დაავადების განვითარების. ქალბატონო ეკატერინე, ახლა ახსენეთ გაახალგაზრდავებულია ძალიან. კითხვაშიც გვეწერა, რომ ზოგადად სქესობრივი მომწიფების ასაკმაც დაიწია. ეს ფიზიოლოგიურია, რა ფაქტორებმა გამოიწვია, გარე ფაქტორები თუ შეიძლება იყოს ამაში ხელი შემწყობი. კი, რა თქმა უნდა, ხა გამომწვევი მიზეზი, რაც არის ვთქვით, მაგრამ გარე ფაქტორი შეიძლება დამხმარე მიზეზები ძირითადში მაინც მეტი წილი, აი ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში, ეს არის რა თქმა უნდა სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციები და ისეთი ვირუსები, რომლებიც ფაქტიურად ბევრი წილი უცნობია, ხო, ჩვენთვის და საკმაოდ რთული მიმდინარეობაც ახასიათებს. რა თქმა უნდა, გარემო ფაქტორებში არის იგივე არასწორი კვების მომენტებიც, ხო, ამანაც შეიძლება ხელი შეუწყოს. მედიკამენტოზური მკურნალობიდან თუ ასეთ ბავშვს დასჭირდა ადრეულ ასაკში ჰორმონოთერაპია, ანუ ჰორმონით შეიძლება იყოს ერთ-ერთი
მაპროვოცირებელი როგორ, ანუ ხელშემწყობი რომ იმ მომენტში გამოგვივლინა, თორე მე მინდა რომ სწორად გაიგონ მშობლებმაც და მათ შორის მამებმაც, რომ ჩვენ შეიძლება არც ვირუსი გადაიტანოს დიდად იმ ბავშვმა, არც რაღაცა სხვა ხელშემწყობი რაც შემოთვალეთის ფაქტორები არ იყოს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს დაავადება მაინც განვითარდება, იმიტომ რომ ეს არის აუტოიმუნური, ანუ როდესაც მის ორგანიზმშივე ხდება ეს და ამისი ხელის აფარება ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, არ შეიძლება. რაც შეეხება იმ ტიპი 2 დიაბეტს, ტიპი 2 დიაბეტს, რომელსაც ესე შეძენილს ეძახიან, ხო? იქ მექანიზმი ცოტა სხვა არის, იქ არ არის ინსულინის დეფიციტი, ის არის მეტი წილი სწორედ სიმსუქნის ფონზე გამოწვეული და იქ შემიძლია თამამად თქვა, რომ არასწორმა კვებამ იმან რომ ეს სუბუქი ფორმაა, ხო თან? არ არის, იცით, ხშირად პაციენტები გვეკითხებიან, რომ აი რომელი დიაბეტი ჯობია რა? არც ერთი არ ჯობია, უბრალოდ ტიპი 1-ის დროს ვინაიდან ინსულინის დეფიციტია და იქ სხვა ფორმა არ არსებობს, აუცილებლად ინექცია უნდა ვაკეთოთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეხა ინექცია რო კეთდება, რა თქმა უნდა, უფრო რთულიაო, ხო? თუმცა ტიპი 2-იც უბრალოდ იქ არ არის ინსულინის დეფიციტი და ამიტომ ინსულინის საჭიროება არ არის, თუმცა მედიკამენტოზური თერაპია აუცილებელია. აი ტიპი 2-ის შემთხვევაში მეტი ჩართულობა მშობლების, თქვა პრევენციის კუთხით, როდესაც მოდის ბავშვი ხედავ, რომ არის ჭარბი წონა, აქვს მიდრეკილება იმ გაზიანი სასმელებისადმი, ფასფუდებისადმი, აი ამისი თავიდან აცილება, რომ შენ შულთან ეს არ მოხდეს და არ განვითარდეს, ეს ნამდვილად შესაძლებელია. ტიპი 2 დიაბეტზე ვსაუბრობ, შეიძლება თავიდან ავიცილოთ. ტიპი 2 დიაბეტიც სამწუხაროდ ადრეულ ასაკში, ისევ ჩემი სტუდენტობის პერიოდს ვიტყვი, რომ ფაქტიურად არ იყო ბავშვებში და დღეს რეალობა გვაქვს ამ ჩვენი სავარაუდოდ არასწორი მეტი კვებიდან და არასწორი რეჟიმიდან და ჭარბი წონა საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც და ბავშვებშიც სიმსუქნე, ამის ფონზე განვითარებული ტიპი 2 დიაბეტიც მეტად გვაქვს უკვე ჩვენს რეალობაში. ამ შემთხვევაშიც მემკვიდრეობას და წინაპრებს და ბებია-ბაბუას არ აქვს? მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობასაც, უბრალოდ ეს არის ის ფორმა, რომლის თავიდან აცილება დროული რეაგირების დროს ჩვენ შეგვიძლია, განსხვავებით იმ ტიპი 1-ისგან, რომელიც ინსულინი დამოკიდებულია. ადამიანი, რომელიც არ ვიცი, რამდენად სწორად დავსამკითხოს, ტიპი 2-ის მატარებელი რომ გახდება, ანუ ტიპი 2-ის დიაბეტის, რამდენად შეიძლება იყოს მომავალი თაობის ბავშვისთვის გენეტიკურად აუცილებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ თუ ბებია-ბაბუებს ისევ რო ვთქვათ, ხო, აქვთ ოჯახში, მოკლედ არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ამ კუთხით გენეტიკას შემდგომში ბავშვისთვის აქვს მნიშვნელობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველასთან უნდა მოხდეს ამის განვითარება, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, დიახ. მოდი წეგანდეს დაუბრუნდები რა ძროხის რძება ახსენეთ. დიახ. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი თუ საშიშიც აღმოჩნდა თურმე რაც არ ვიცი? დიახ, იმიტომ რომ მასში არის მაპროვოცირებელია ისეთი ნივთიერება, კი, რომელიც უშუალოდ მოქმედებს უარყოფითად კუჭქვეშა ჯირკვლის იმ ბეტა უჯრედებზე, სადაც გამომუშავდება ინსულინი. და რა საკიდან არ არის რეკომენდებული, რომ პირველი წლის განმავლობაში, აი პირველი ცხოვრების პირველ ეტაპზე, ხო, იმ პერიოდში იქნეს მიცემული პროდუქტები ძროხის რძის შემადგენლად. განვეტონა ეკატერინე, თქვათ თხის რძე ან სხვა ალტერნატიული რძე არც დიახ, უმჯობესია, რომ ეს ცოტა მოგვიანებით დედის რძეს შემცვლელი არ არის. იცით რა, დედის რძეზე სხვათა შორის არის კითხვის ნიშნები, რასთან დაკავშირებით, ანუ ის შემცველობა იმ ნივთიერების არის დედის რძეშიც და არის ესეთი კვლევები, როდესაც ბავშვები დიდხანს არიან დედის რძეზე, აი 2 წლის, 3 წლის ბავშვები, იმათთანაც შეიძლება იყოსო მაპროვოცირებელი ფაქტორი, ну არის ესეთი მინი კვლევებიც ამასთან დაკავშირებით, ამიტომ იცით რა, აი იმდენად რა თქმა უნდა, მშობელს პირველ რიგში აინტერესებს, რამ გამოიწვია, ხო, ეს რატოა, ცოტა რთული ასახსნელია. ეხლა როგორც მე ვიძახი, გენეტიკური მიდრეკილება, კუჭქვეშა ჯირკვლის, აუტოიმუნური დაავადება, მას აინტერესებს კონკრეტულად მიზეზი, რატომ მოხდა ეს ჩემ შვილთან, ხო? მართლა მესმის, რომ ცოტა რთულია, გასახსნელად და გასაგებად შეიძლება არც რძე ქონდა იმ ბავშვს, არც ინფექცია ქონდა, არც დ ვიტამინის დეფიციტი, მაგრამ ეს მაინც განვითარდა. ამიტომ დიდ აქცენტს
წელს ტიპი 1-ის დროს რო გითხრათ, რომ აი ამ ფაქტორებზე რამ გამოიწვია, შეიძლება რომ არც გაკეთდეს, ცოტა რთული გასარკვევია, რამ შეიძლება ეს ნამდვილად და რეალურად გამოიწვია. გარდა იმისა, რომ პათოგენეზი ვიცით, რაც არის ამ დაავადების. ამიტომ ფაქტორებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ტიპი 2 დიაბეტის დროს. აი იგივე მარასწორკვებას, გიპოდინამიას, რაც ახლა მრავლად გვაქვს, ჭარბწონას მექანიზმიდან გამომდინარე. სანამ გელოდებოდით ახლა რომ შემოვდიოდი თქვენთან, საკმაოდ ბევრი ბავშვი ნახეთ. მოდიან. რამდენად გავრცელებულია ეს? კი ბატონო, ჩვენთან ახლა სტატისტიკა თუ არის რამე? კი, რა თქმა უნდა, ეს სადაც თქვენი მყოფებით არის ჟვანიას კლინიკა. ჟვანიას კლინიკაში, ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა წლები ფუნქციონირებდა ერთადერთი ენდოკრინოლოგიური განყოფილება საქართველოში. შემდგომ რაღაცა პერიოდი იყო რეორგანიზაციის და 5 წელი არ იყო ეს განყოფილება ამ კლინიკაში. ახლა 10 წელია ისევ თავიდან გავიხსენით და გვაქვს ეს ცალკე ესეთი პროფილური სპეციალიზირებული განყოფილება ერთადერთია საქართველოში. ჩვენთან ნამდვილად თავს იყრის საკმაო რაოდენობის ბავშვები, ვისაც აქვს ინსულინ დამოკიდებული დიაბეტი ტიპი 1. ფუნქციონირებს ჩვენთან რამოდენიმე სახელმწიფო პროგრამა და დაახლოებით სადღაც 900 ბავშვამდე არის აღრიცხვაზე მხოლოდ ჩვენთან და საქართველოს მასშტაბით ბოლო მონაცემები 18 წლამდე ასაკს გულისხმობთ. 18-ს რო გადადიან, მე უკვე სხვა სტატისტიკა მიდის. 18 წლამდე ასაკის ამ წუთას 1500 ბავშვი არის რეგისტრირებული საქართველოში. რაც მე მგონი ბევრია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საერთოდ ეკუთვნოდა იშვიათ დაავადებებს და ბოლო 3-4 წელია ამოვაღებინეთ ამ ნუსხიდან, უკვე აღარ აკმაყოფილებდა იშვიათი დაავადებების კრიტერიუმებს. ამიტომ ცოტა არ არის ჩვენი საქართველოსთვის რა ეს მონაცემები, რაც გვაქვს. საკვებზე ისაუბრეთ და ახლა ჩემი შვილები როცა სურამში ჩავდივართ ხოლმე ბებია ბაბუასთან, განსაკუთრებით უყვართ იქ ჩასვლა, იმიტომ რომ ტკბილეული ცალკე თავი გვაქვს მაგსაკითხზე. ტკბილეულის ძალიან ფართო ასორტიმენტი. ზოგადად არა მარტო ტკბილეულის, ბებია და ბაბუების თემა ცალკე თემაა და მახსოვს ერთ-ერთ გადაცემაში ეს ბებიას ფენომენი ვახსენე და დედაჩემი, რომელიც ჩემი შვილების გამზრდელი ბებია იყო, დამხვდა ძალიან ცუდი განწყობით, დოინც შემოყრილი, თან იმ გადაცემას უყურებდა თორმე პირდაპირ ეთერში მეზობლის ქალბატონთან ერთად და ოღონდ ეს სახში მოვიდეს ეხავდა მაგას ვაჩვენებ ბებია ბაბუებსო, იმიტომ რომ კი ნამდვილად ჩემმა შვილმა ეს გიმწუთშივე გამოიყენა, პატარა იყო მაშინ და გესმისო, დედამ რო თქვა რომ არ უნდა დამაძალო. ეს ფენომენი გვაქვს და არა მარტო ტკბილეულზე, არამედ ნებისმიერ, იმიტომ რომ ბებიას ყოველთვის გონია რომ შვილი მისი მშიერია, ეს აუცილებლად ესეა. ამიტომ ბებიები ხშირად სწორედ აი სიმსუქნის მაპროვოცირებლები ხდებიან. თან ბავშვებიც ამას იფერებენ და ხშირად საუბარი რო გვაქვს, აი ნუ რა ბებიამ დამიდო, ბებიამ მაჭამა, ბებიამ მომაწოდა ეს საკვები, როცა არ უნდათ რო თავიანთ თავზე რაღაცა აიღონ. ამიტომ რა თქმა უნდა ზომიერება ყველაფერში საჭიროა, სწორი კვება და ყველაზე ჩვენი დიდი უბედურება არის სწორედ ეს ტკბილეული, ნახშირწყლებით გაჯერებული ჩვენი საკვები, ჩვენი ეს საყვარელი იგივე ხაჭაპურები და იგივე ეს ყველაფერი რაც გვაქვს ცომეული ჩვენს სამზარეულოში და ის მომენტი, რომ მართლა ტკბილეული რაღაც იმად არის ქცეული, რომ თუ ბავშვს ტკბილეულს არ მივცემთ, რაღაცას თითქოს უშავებთ, ხო? ამითი ცდილობენ ხშირად ბავშვების კეთილგანწყობის მოპოვებასაც, რა თქმა უნდა, ესეც არასწორი მიდგომაა, მაგრამ რეალობა არის. რაც შეიძლება შევამციროთ ეს მომენტები ტკბილეულთან და გაზიან სასმელებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პატარებში. პატარას თუ არ მიეცი, ნამდვილად დედა და მამა და ოჯახი ასინჯებს ხო პირველად ამ ტკბილეულს და არის რაღაცა შეზღუდვები უკეთესია რო იყოს, რა თქმა უნდა. ამდენადაც შესაძლებელი.
ჩემ უმცროსმა მაშინ ალბათ 5-6 წლის იყო შეაო ღამის 2 საათია ზაფხული არა მამი მეთქი უნდა დაწვე ახლა აღარ შეჭამა მეთქი დედა ჩემო ხო გაიგო რომ გიომ თქვა შეაო ცოტა ხანში 2 საათია ღამის ცოტა ხანში გავედი და ჩუმად კარი მიუხურიათ სამზარეულოში და გიოს აჭმევს აბა რა მექნაო შიოდაო ბავშვიო და თალის ბავშვიო გვაქვს და სხვა შორის როგორც გითხარით თავიდან ბებიების მარტო არ უნდა დავაბრალოთ მამებსაც აქვთ ესეთი მომენტები ქალბატონო ეკატერინე ჩვენი მეგობარია როგორც თავში ვთქვით დუგლაძევის ღვინის კომპანია ღვინო რამდენად სასარგებლოა ან რამე მნიშვნელოვანი თუა ზოგადად ჯანმრთელობას ზომიერების ფარგლებში მე მგონი ღვინოც მით უმეტეს წითელი ღვინოც არის სასარგებლო, თუმცა ჩვენ ახლა იმ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ დღეს ახლა შაქრიან დიაბეტზე და განსაკუთრებით მოზარდებში გვაქვს ხოლმე ამ ალკოგოლის, პრობლემა რო გითხრათ ესეთი არა, მაგრამ მაინც ვაძლევთ გაფრთხილებას, მათ იციან, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული რაოდენობის მიიღონ ეს სასმელი, მაგრამ შემდგომ როგორ უნდა მოიქცენ, ანუ რას უნდა ველოდოთ, იქ შაქარი აიწევს, შემდგომ ხდება სწრაფი კლება მაჩვენებლების, ანუ როდესაც იცის როგორ მოიქცეს, ანუ მართვის მომენტები, საშიშროებას არ წარმოადგენს ზომიერი რაოდენობა. ბუნებრივია ზომიერება ალბათ მარტო ღვინოსთან კი არა, აბსოლუტურად ყველაფერში საჭიროა, ოქროს შუალედის დაცვა. ჩვენ გვაქვს ასეთი ღვინის რუბრიკა, სადაც ძალიან საინტერესო ფაქტებზე ვსაუბრობთ და საუბრის პარალელურად მინდა აი ასეთი არაჩვეულებრივი თან შავი ღვინო ბრძანეთ. აი ασეთი საფერავი გადმოგცეთ ჩვენმა მეგობრებმა დუგლაძევის ღვინო გამოვატანა თქვენთან და აი თუ გნებავთ აქ დავდოთ, გნებავთ მანდი დგას, როგორც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება. დიდი მადლობა ნამდვილად. ღვინოზე ხოლმე საინტერესო რაც ჩვენს ძალიან მოგწონს ის იმდენი რაღაც გავიგეთ ახალი რომ ერთ-ერთი რაც მე გამიკვირდა ჩემო ლადო ამოუცნობი იყო პარა თურმე მეცნიერებს ღვინო ამოხსნილი იმდენად ბევრი თვისება რომელიც მეცნიერები ვერ ხვდებიან რატომ ხდება ასე ამოუცნობი ყოფილა თურმე მოკლედ ღვინოც რაც არ უნდა გასაკვირიყოს და იმას ვერ ხსნიან რაც უფრო მუქი არისო ღვინის შეფერილობა უფრო თბილი კლიმატი სადაც არის იქ ხარობს იმ ჯიშის ყურძენი და რაც უფრო ღია ფერის არის ცივი კლიმატისკენ ამასაც ვერ ხსნიან რატომ ხდება ასე ერთ-ერთი ამოუცნობი თვისება. ასევე საინტერესო თვისება წავიკითხეთ ღვინის, რომ აი წონა ვახსენეთ და წონისკენ მიდრეკილება და თურმე ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ღვინოს, უფრო მიდრეკილი არიან სიმსუქნისკენ, ვიდრე ისინი, ვინც სვამენ. ოღონდ აქაც ზომიერებაც და გაუსად ხაზი. ჩვენ არ ვამბობთ, მაგრამ მეცნიერების დათქვა. ხო, რა თქმა უნდა, მეცნიერები. ღვინო, ეს ახლა ცალკე მეცნიერებაა, ნამდვილად ღვინის წარმოება და ზოგადად ღვინოს სპეციალისტები ცალკე არსებობენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის აქაც ამ მიმართულებით. და საინტერესო იქნება კი თუ რაღაც ძველი ბერძენი ისტორიკოსი იყო ქსენოფონტე. ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში და კოლხების ღვინოს ეძახდა სურნელოვანს და საამოს. მაშინ როცა ძველი რომაელები კაი გემო რომ მისცემოდა ღვინოს, იმათ რა ყურძენი ხდათ მე არ ვიცი. ნიუ-იორკს ხალხს და ასეთ რაღაცებს უმატებდნენ თურმე და ეგრაიგოთ ქართველებს ისინი რას ჩადიოდნენ. კი, მოკლედ ასეთი მაგარი ღვინო გაქვს ქართველებს ოდისგან. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცის მოძიება შეიძლება თურმე და მოსმენ, იმიტომ ბევრი რაღაცა მეც ახლა პირველად გავიგე რაც თქვენ. დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომ ასეთი საინტერესო ფაქტების მოძიებისკენ გვიბიძგეს და ღვინოზე ბევრი რაღაც გავიგეთ. ერთი ცოტა რადიკალური კითხვა მინდა დაგისვათ ხალბატონო ეკა რო შეგეძლოთ ტიპი მეორე ტიპის დიაბეტს უფრო უკავშირდება რომ მქონდეთ შესაძლებლობა არის რამე საკვები რასაც საერთოდ აგრძალავდით და იტყოდით რომ ეს ბავშვებს არ მისცეთ არც ბავშვებს არც უფროსებს ხო იცით როგორ არის ესეთი კონკრეტული საკვები ალბათ არა მაგრამ ბევრია ისეთი რამ, რისი შეზღუდვაც აუცილებელია. მაინც უფრო ვაწვევი, რასაც გვია იმას, რომ ნახშირწყლების რაოდენობის მოხმარება ყოველ ასაკში ვიცით რა, ეს გათვლილია და როდესაც უკვე ვაჭარბებთ ამას და ვაჭარბებთ ამ ნახშირწყლებს, ძირითადში
ისევ და ისევ აი ამ ჩვენი ტკბილეულებით და გაზიანის სასმელებით, რა სამწუხაროდ ამითი ვაჭარბებთ. ალბათ ადრე წინა წლებში ევროპაში რომ მოვხვდრივალ, სულ მიკვირდა მარკეტში რატო დადიან და სულ რატო აბრუნებენ ამ პროდუქტებს და რას კითხულობენ, ხო? ელემენტარულად ის კულტურა, რომ ნახშირწყლების რაოდენობა რამდენია იმ კონკრეტულ საკვებზე, რას იღებენ, ამას აკონტროლებდნენ, ხო? ეხლა ჩვენთანაც არის ეს კულტურა, რა თქმა უნდა და ამიტომ ნახშირწყლების რაოდენობის მიხედვით, რომ ძალიან არ ვიყოთ გადაჭარბებაში, რასაც ქვია და მეტი წილი ეს ხდება უფრო ტკბილეულისა და გაზიანის სასმელების ხარჯზე ჩვენ ბავშვთა ასაკში რა. აი თუ შეიძლება რაღაც სამი პროდუქტი მაინც რო გამოვყოთ, რომელსაც არ ურჩევდით პატარა შვილების მშობლებს. ტკბილეული და გაზიანი პირველი მეორე. ანტირეკლამასავით გამოვიდეს, მაგრამ გაზიანი სასმელები, რა თქმა უნდა, შოკოლადები და ფასტფუდები რა, რაც არის. აი შოკოლადის უყვართ ახლა ბავშვებს, ვიცით ეს გვინდა არ გვინდა უყვართ და რამე ალტერნატივა შეიძლება მოვიფიქროთ, არ ვიცი. ჩურჩხელა. არის ალტერნატივა ჩურჩხელა? რა თქმა უნდა არა. არა, რა თქმა უნდა არ არის. შოკოლადზე საერთოდ თუ არს არ ვამბობ, უბრალოდ ზომიერების ფაქტი, ჩვენთან ეს ზომიერების მომენტი რაღაცა ვერ ვიცავთ ამას, წდება ეს ზღვარს ყოველთვის და ყოველთვის რაღაცნაირად მეტი გამოგვდის რაოდენობრივად და ალბათ ეს თორემ მეტი არაფერი ისეთი განსაკუთრებული. და ფიზიკური დატვირთვა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გინდა ამ საკვებთან ერთად აუცილებლად რაღაცა ტიპის ფიზიკური აქტივობა უნდა გქონდეს ჩვენს ბავშვებს. ფეხით სიარულიც რო იყოს ელემენტარული, რაც სამწუხაროდ არ არის, იმიტომ რომ სულ მუდმივად კომპიუტერს და ინტერნეტ სივრცეებს არიან მიჯაჭვული ჩვენი ბავშვებიც, სწავლის პროცესიც ესე აქვთ ფაქტიურად დამოკიდებული არიან ამ ტექნიკაზე. ამიტომ ფიზიკური აქტივობა თუ იქნება იმ ცოტა სწორკვებასთან ერთად უკვე პრობლემა აღარ გვექნება. ისეთი საკვები ჩამოთვალეთ, რომლის მიღებაც გარდა დიაბეტისა იწვევს ჭარბწონას. რაც ვფიქრობ თქვენც ბრძანეთ და ძალიან დიდი პრობლემაა არა მარტო დასრულებში, არამედ ბავშვებში. გარდა დიაბეტისა, რა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ და რას ურჩევთ მშობლებს, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი შვილების ჭარბი წონა? ბატონო, მე ყოველთვის, როდესაც ჭარბწონიანი ბავშვი მოყავთ ხოლმე კონსულტაციაზე, იმდენად შეიძლება მშობელს არ ვუხსნი. მშობლისთვის უფრო გასაგებია, რა შეიძლება ამას პრობლემები მოყვეს, რამდენად ბავშვს. და ყველაზე მეტად, რაზეც აქცენტს ვუკეთებ, ეს არის ის, რომ ყოველი შენი ჭარბი წონა, ანუ ყოველი შენი ზედმეტი კილოგრამი, ყოველი შენი ზედმეტი მიღებული ნახშირწყალი და ტკბილეული პირველ რიგში დაგვითრგუნავს ზრდას და გამოიწვევს, თქვათ, შემდგომში ზრდაში შეფერხებას, რასაც ძალიან ისე ყურადღებით ისმენენ ხოლმე ჩვენი ბავშვები. მეორე მომენტი ასევე განსაკუთრებით გოგონებშიც და ბიჭებშიც ამაზე ვუმახვილებთ ყურადღებას, რომ სქესობრივი მომწიფების პროცესები და სასქესო ჰორმონებიც ითრგუნება ამ ჩვენი ჭარბი წონის გამო, ამიტომ შეიძლება ესეც შეფერხდეს და მესამე ყველაზე ისეთი რასაც ვეუბნებით, რომ აი შესაძლებელია რაღაც ეტაპზე, ხვალ თუ არა და ზეგ შენ გახდეს სწორედ აი ესეთი არასასიამოვნო დაავადების შაქრიანი დიაბეტის კანდიდატი. და სხვათა შორის მუშაობს ბავშვებში, ამას რო ესე მიაწვდი, უფრო მოყვებიან და შედეგებიც ცუდი არ აქვს. როდესაც ისე გააზრებულად უდგებით და არა მარტო დედას ვესაუბრებით, რომ ეს გაუკეთე, ის გაუკეთე, შემდეგ მენიუ შერჩევის პროცესშიც ისინი ყავს ჩართული, ანუ რაღაც არის, რასაც კატეგორიულად ვერ იღებენ და არ უნდა თქვათ ის საკვები. აი ასე ერთად წყვიტავთ ხოლმე ამ პრობლემას და მართლა კარგი შედეგებით მოდიან. ზოგჯერ არის სტიმულაციისთვის ვეუბნები, სტიმულის მისაცემად ვეუბნები, რომ ეხა როგორც შენ დაიწყებს სწორკვებას, ესევე ეხა მეც ვიქნები და მოდი შევეჯიბროთ, აბრა ვინ უფრო მეც დაიკლებს წონაში და მოდიან სამთოში 8-9 კილო დაკლებულები, მე ისევ ისეთი და უხარია რომ გაიმარჯვეს. კარგი სტრატეგია. ეს ინდივიდუალურია ყველასთვის ალბათ.
ის დიეტის დიახ, დაახლოებით ახლა კალორაჟის მიხედვით რაღაც ვითვალისწინებთ ბავშვს რა აქვს ქრონიკული დაავადება, სხვა თანხლები დაავადებები, ანუ ყველა ფაქტორი გათვალისწინებულია და იმის მიხედვით დიახ, ვუდგენთ ვთქვათ მისთვის მისაღებ კვებას. ესეთი რაღაც გამიგია ხოლმე, რომ მიდრეკილია სიმსუქნისკენ, ანუ სიმსუქნისკენ მიდრეკილებაც მემკვიდრეობითია? კი, გენეტიკური ფაქტორი აქაც. ეს გენეტიკა მოკლედ. გენეტიკა ყველგან არის. და საბჭოთა მეცნიერება თვლიდა რომ გენეტიკა მეცნიერება არის, ხოლმე საერთოდ არ სწავლობდნენ და მაგრამ არა ყველაფერში ჩართულია. სიმაღლეშიც, იმაშიც ყველაფერში. ადამიანის ორგანიზმში რა ცვლილებები ხდება, რამე არის ისეთი, რაც გენეტიკას არ უკავშირდება? ფაქტიურად ყველაფერი უკავშირდება, უბრალოდ გააჩნია კიდე იმ გარემო ფაქტორებს რა, როგორ აიქნებს. სიგარეტზე მინდა გკითხოთ, დასრულებშიც პრობლემაა, მაგრამ აი გარდატეხის ასაკამდე ალბათ უმეტესობას გასინჯავს, მოწევს, რაც ძალიან ცუდია ბუნებრივია. რა პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტთან დაკავშირებით? დიაბეტთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაწყობს, იმიტომ რომ სისხლძარღვებზე პირველი პრობლემა რაც არის დიაბეტის დროს და ვთქვათ მაღალი შაქრების ასე რომ ვთქვათ დროს, ეს ზუსტად ურტყამს სისხლძარღვებს. ეს პრობლემა და კიდე მაპროვოცირებელი დამატებითი ნიკოტინი ჩვენთვისაც მიუღებელია. არც ფარისებური ჯირკვლის პრობლემების დროსაც არ გვაწყობს ნიკოტინით გაჯერება, თუმცა პრობლემა არიან გარდატეხის ასაკში ბავშვები, რომლებიც არიან თამბაქოს მომხმარებელი და ხშირად ძალიან დიდხანს საუბრები გვიწევს მშობლების გარეშე შემოდიან ვესაუბრებით, რომ რაღაცნაირად დავეხმაროთ მათ ამის გადალახვაში და იქნებ მოწესრიგებაში ამ პრობლემის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მაინც მისაღები ეს არ არის რა, ენდოკრინული დაავადებების დროს. წეგან მახსენეთ სქესობრივი მომწიფება, კიდე დაუბრუნდები ერთხელაც. ამასთანავე ერთ-ერთი სპეციალისტისგან მოვისმინე, რომ და აჩქარებულია ეს პროცესი და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ზედმე უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომია სექსუალური შინაარსის ვიდეოები და ასე შემდეგ. თქვენ თუ ეთანხმებით, რომ ამანაც შეიძლება დააჩქაროს სექსუალური რა მომწიფება? თქმა უნდა, ის რაც ინტერნეტ სივრცეში იდება და რაც დომაც ახლა ბავშვებს აქვთ ამასთან ფაქტიურად ყველაფერთან, ინტერესი, რა თქმა უნდა, შეიძლება ახლა ადრე რომ ეს უჩნდებოდა 17 და 18 წლის ასაკში, მეტია დაინტერესება, ვთქვათ, უფრო პატარა ასაკშიც. თუმცა რაც შეეხება თვითონ ფიზიოლოგიურად სქესობრივი მომწიფების პროცესებს, დიახ, ნამდვილად, განსაკუთრებით რასაც ვაკვირდებით გოგონებში, ანუ თუ ადრე ეს იყო 10 წლის ზევით, ახლა უკვე ნორმად თვლით თითქმის თუ სქესობრივი მომწიფებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უკვე 7-8 წლის ასაკშიც ჟღავდება. თუ იწყება ახლა ამხლა ჩამოყალიბებული არა, მაგრამ ეს ზოგადად დამოკიდებული არის იმაზე, რომ როგორც ამბობენ, ევოლუცია, ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები და ალბათ მე ვთვლი, რომ კვებასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი საკვებიც გვაქვს, რომელიც ვთქვათ ამასაც აპროვოცირებს და ასე რომ ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ რეალობა არის. ქალბატონო ეკატერინე, ფარისებრი ჯირკვალი ახსენეთ და აუცილებლად უდაგკითხოთ, ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვალმა. მაგრამ არ ვიცი, ჩვენი ქართველებს გვაქვს ესენი თუ თესოფლიოშია, როდესაც პრობლემა ჩნდება, მხოლოდ მერე ვიწყებთ მკურნალობას. რაც ბუნებრივია ართულებს მკურნალობის პროცესს. მანამდე მკურნალობა, პრევენციის მიზნით რა შეიძლება გავაკეთოთ მშობლებმა და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ფარისებრი ჯირკვალს მიხედვა სჭირდება. კი ბატონო, აუცილებლად ამ ფარისებურ ჯირკვალშიც გამომუშავდება ჰორმონები და სწორედ მათი დეფიციტი იწვევს უკვე იმ სიმპტომატიკას, რასაც ქვია საერთო სისუსტე, ადვილად-დაღლა, თმის ცვენა, დეპრესიული მდგომარეობები ძალიან ხშირად გარდატეხის ასაკის მქონე პაციენტებში ესეთი ბავშვები შეიძლება მოხდნენ კარდიოლოგიური პრობლემები, გულის აჩქარებები, შეიძლება ნებისმიერ სხვა სპეციალისტთანაც მოხდნენ დერმატოლოგიური, ანუ კანზე გამოვლინებები.
სხვა სპეციალისტთან მოხვდნენ და თუ ეს სპეციალისტი ხარ, რა თქმა უნდა, პირველი რასაც თუ კარგი სპეციალისტია, რასაც ქვია, პირველი ითხოვს სწორედ რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გამოვრიცხოთ და თქვათ შევაფასოთ, იქიდან ხო არ მოდის ეს სიმპტომატიკა, თქვათ იგივე დერმატოლოგიური, გასტროენტეროლოგიური, ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური და მინდა გითხრათ რომ ამ ბოლო წლებში შეიძლება ვიღაცას ეჩვენებოდეს ჰიპერდიაგნოსტიკა, მაგრამ არ მგონია რომ ამას ჰიპერდიაგნოსტიკა ერქვას, მაინც მეტად მომთხოვნები არიან სხვა სპეციალობის ექიმებიც, იგივე პედიატრებიც ფარისებრი ჯირკვლის მიმართ და ისეთი შორსწასული პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის, როგორიც იყო წინა წლებში და მე ჯერ ეს კიდევ მახსოვს ძალიან დიდი ზომის ჩიყვები, როდესაც განვითარების შეფერხება უკვე გამოწვეულია ამ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემით. ეს შორსწასული ფორმები ფაქტიურად აღარ გვხდება, იმიტომ რომ ამ სიმპტომატიკაზე ამახვილებს ყურადღებას მშობელიც და პლუს პედიატრიც, ოჯახის ექიმიც მეტად მობილიზებული არიან, რაც შეიძლება ადრე იქნეს გამოვლენილი ეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. სამწუხაროდ აი ამ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას, განსაკუთრებით ჰიპოფუნქციას, ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარეს, რაც ბავშვთა ასაკში მეტი წილი გვხდება, არ აქვს რაიმე კონკრეტული ერთი სიმპტომი ხარ, რომ ვთქვა, რომ აი გინდა თუ არა ეს ექნება. საკმაოდ ესე ვეძახით, რომ ნიღბებით მიმდინარე დაავადება, ანუ როგორც ჩამოგითვალეთ, აი ნებისმიერ სპეციალისტს და ნებისმიერი გამოვლენა შეიძლება ექნეს და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ლაბორატორიულ გამოკვლევას, რომ დავადასტუროთ ეს დიაგნოზი. რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის? წლების წინ საქართველოს ითვლებოდა ოფიციალურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იოდეფიციტურ რეგიონად, თუმცა ბოლო წლების გამოკვლევებით აღარ ვართ იოდეფიციტური ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თუმცა ჩვენს წამყვან ექიმებს, სპეციალისტებს ჩვენი ქვეყნის ცოტა კითხვის ნიშნები აქვს ამასთან დაკავშირებით, ანუ რამდენად ეს მართებულია. პირველ რიგში ეს იოდზე რატომ ახლდება ყურადღება, იმიტომ რომ აი ამ ჰორმონის შემადგენლობაში ფარისებრი ჯირკვლის შედის და საჭირო არის ეს იოდი ნორმალური რაოდენობით და ამიტომ დღესდღეობით აი როგორც ვთქვათ, რამოდენიმე წლის წინ იყო მასიური პროფილაქტიკა, ტაბლეტირებული იოდის პრეპარატებით, ესე მოწოდებული არ არის, მაგრამ თუ ვადგენთ იოდის დეფიციტს, კი იოდირებული პრეპარატით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ და რაღაცნაირად შევაჩეროთ პროცესი უფრო დაავადების განვითარების ფარისებური ჯირკვლის, რასაც ქვია მისი ფუნქციის დაქვეითება. აი ეს შეგვიძლია მოკლედ. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ახსენეთ მე მგონი, მაგრამ კიდე მინდა დავასწრო. შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემების გამოიწვიოს ბავშვი. დეპრესია, ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია არის დეპრესიების მიზეზი და ხშირად არის ჩვენთან მოდის, ვთქვათ, პაციენტი არის ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, ან ფსიქიატრთან დადის და მედიკამენტებს საჭიროებს, ვთქვათ, ფსიქიატრულს და პირველ რიგში ისინი უშვებენ აუცილებლად ენდოკრინოლოგთან, რომ სწორედ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა იქნეს გამოკვლეული, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ჰიპოთირეოზი დეპრესიის და რა სწორია, როგორც მახსოვს, თუ სწორად მახსოვს. მე მგონი ოპერაცია ყოველთვის არის საჭირო, შეიძლება მედიკამენტური არა. როდესაც საუბარი ხარაზეც გვაქვს ჩვენ ჰიპოთირეოზე ფუნქციის დაქვეითებაზე, ეს მედიკამენტოზური მკურნალობა ისეთივე როგორც აი ინსულინზე ვისაუბრეთ, ესეთივე უბრალოდ ტაბლეტირებული ფორმით გვაქვს ეს ნივთიერება თიროქსინი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებს ესეთი პაციენტი და რაც შეეხება საოპერაციო შემთხვევებს, ეს არის უკვე ცოტა სხვა ტიპის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები, ტოქსიური ჭიყვი, რასაც ხალხში ეძახიან, უფრო გავრცელებული. ეს ჩვენი ასაკისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი, მაინც უფრო დიდების პრეროგატივა და ქალბატონი კატერინა, კი ბევრი ვისაუბრეთ ჩაქრენ დიაბეტს, მაგრამ მაინც რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ჩვენებმა განსაკუთრებით? აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა სიმპტომებია ამ დროს, ხო?
რას შევატყობთ ბავშვი იმ დროს, როდესაც უკვე манифестირებული, ანუ გამოაშკარავებული ხდება ეს დიაბეტი. იქამდე სამწუხაროდ სანამ აშკარა ხდება დიაბეტი, არანაირი სიმპტომი არ არსებობს და როდესაც უკვე манифестირდება და გამოაშკარავდება, ეს არის ხშირი შარდვა, წყურვილი, გაძლიერებული წყურვილი, რასაც ქვია, რაც ფაქტიურად შეუმჩნეველი შეიძლება ვერ დარჩეს, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ წყურვილი დალია ერთი ჭიქა წყალი, ანუ ეს არის ძალიან ხარბად ეწაფებიან წყალს, შესაბამისად არის ხშირი შარდვა, ბავშვი რომელიც ღამის საათებში საერთოდ არ დგებოდა და არ საჭიროებდა საჭირო ოთახს უკვე ორჯერ, სამჯერ შეიძლება ღამის განმავლობაში ადგეს და შესაბამისად ამას მიექცეს ყურადღება. კიდევ ერთი მომენტია, ასეთ ბავშვებს უძლიერდებათ მადა და ზოგჯერ მშობელი პირიქით უჭმელი ბავშვი იყო და მადა გაძლიერდა, შეიძლება რაღაც დადებით მომენტადაც ჩათვალოს, მაგრამ ამის პარალელურად განსხვავებით სხვა მდგომარეობისაგან ბავშვი იღებს დიდი რაოდენობის საკვებს, თუმცა იკლებს წონაში. აი ესეც დამახასიათებელი მომენტია. გოგონებთან გვაქვს ხოლმე სხვადასხვა ტიპის ვულვოვაგინიტები, რაც ქავილით მჟღავდება და ამასაც მიაქცევს ახლა მშობელი ყურადღებას და მოკლედ ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი არის ერთი ელემენტარული ძალიან მარტივი გლუკომეტრით გლუკოზის გაზომვა, რა თქმა უნდა. უამრავ მითი არსებობს, რომელიც ზოგი შეიძლება რეალობაც არის, მაგრამ ზოგი მართლა მითია. რამდენიმე მითს წაგიკითხავთ და მოკლედ რო გითხრათ მითია თუ რეალობა. ბატონო, შევეცდები. მაშ ასე, ანტიმითინი მამების დრო. ეგ არის. ბრძანე. თუ დიაბეტი ოჯახში არავის ქონია, არც მე დამემართება? არა, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია რომ დაემართოს. ანუ მითია. და თუ ოჯახში დიაბეტი ჰქონდათ, მეც აუცილებლად აღმოჩნდა. ესეც მითია. აჰა. შაქრიანი დიაბეტი გამხდარ ადამიანს არ უჩნდება? ესეც, ანუ შაქრიანი დიაბეტი უჩნდება როგორც გამხდარ ადამიანს, ასევე მსუქან ადამიანს, ანუ ესეც მითია. ესეც მითია. წონის მატება ნიშნავს, რომ დიაბეტის პრობლემა ჩნდება? სამომავლოდ შესაძლებელია წონის მატების შემთხვევაში იყოს ალბათ უფრო ხოლმე, ამას დავეთანხმებ. ნახევრად მითია. კი. ჭარბი წონა ყოველთვის ჰორმონალური დარღვევის შედეგია, ასეთი არ მითი. არის აუცილებელი, რომ იყოს ჰორმონალური დარღვევები ამ დროს. ბევრ ტკბილს თუ ჭამთ, აუცილებლად დიაბეტი გაგვიჭდება. არანაირად ესეც მითია. თუმცა ყოველ შემთხვევაში რაღაც რისკებს მაინც რისკები არის, როგორც ვთქვით, ტიპი 2 დიაბეტის დროს, მაგრამ აუცილებლად რომ ხა გინდა თუ არა ტკბილეული შევჭამე და ხვალ უკვე დიაბეტი განმიმითარდება, მით უმეტეს ტიპი 1 ინსულინ დამოკიდებულების დროს შეიძლება ხოლმე ესეც შეიძლება ესე ვთქვათ რა. 30-40-ზე ტიპი 2-ის დროს კი ალბათ და ტიპი 1-ის დროს არა. ერთ-ერთ ასეთ მითსაც გადავეყარეთ, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის გარუჯვა არ შეიძლება. ფარისებრი ჯირკვლის კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ რა პრობლემაა, ეს ნამდვილად არის, კი, სისხლივებს უნდა მოვერიდოთ. უბრალოდ კონკრეტულად იქ არის გარკვეული ფორმები, დაავადებები, რა დაავადებაა ფარისებური ჯირკვლის იმის მიხედვით, ასე რომ ემას შეიძლება დავეთანხმოთ. მაშინ რო ვთქვათ რა დაავადებების დროს არ შეიძლება გარუჯვა. განსაკუთრებით უფრო, როდესაც არის ეგრეთ წოდებული ტოქსიურ ჩიხს ვეძახით, ანუ აი იმ შემთხვევაში გრეივსის დაავადება იმ შემთხვევაში განსაკუთრებით, მაგრამ ზოგადად ამას დავეთანხმებოთ. ეს ისეთი დაავადება, რომ ეცოდინება პაციენტს აუცილებლად, ხო? დიახ. ჰორმონალური პრეპარატების მიღებას თუ დავიწყებთ, მაშინვე წონაში მოვიმატებთ? იცით, უყურებთ ჰორმონალურ პრეპარატებში გააჩნია რას ვგულისხმობთ, ხო? ჰორმონალური პრეპარატები შეიძლება იყოს ეს სასქესო ჰორმონების პრობლემა გვაქვს, შეიძლება თუ კონკრეტულად ფარისებურ ჯირკვალზე ვსაუბრობთ, რადგან ეგ არის უფრო ხშირი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დაწყება თიროქსინი პირიქით წონაში მატებას არ გამოიწვევს, პირიქით გამოიწვევს კლებას. აქაც ანუ განსაზღვრული ახლა მითია იმ შემთხვევაში თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ პრეპარატებზე საუბრობთ, მაგრამ სხვა ჰორმონალურმა შეიძლება გამოიწვიოს. გასაგებია. და კიდევ ერთი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა მხოლოდ ზრდასრულებს აწუხებთ. არა, რა თქმა უნდა. და ერთიც ფარისებრი ჯირკვლის ამოჭრა ანგრევს ადამიანის ცხოვრებას. არანაირად არაფერს არ ანგრევს.
სწორად უნდა გაკეთდეს ოპერაცია და პრობლემა არ უნდა იყოს და შემდგომ მთელი ცხოვრება ეს ადამიანი ფარისებრი ჯირკვის გარეშე არსებობს, ოღონდ გარედან იღებს ჩანაცვლები თერაპიას ვეძახით ამას, ანუ იმ ჰორმონს ტაბლეტის სახით სვამს გარედან, ჩვეულებრივად აგრძელებს თავის ცხოვრებას. ძალიან კარგი გამოდგა ანტიბიოტინი ვიშო. ასე რომ ხშირად გამოვიყენოთ ხოლმე. ზოგადად ეს მითები ბევრ რაღაცას ცვლის, კი ძალიან გავრცელებულია, იმიტომ რომ ინტერნეტში ძალიან მარტივად ეძებენ რაღაცებს და მე ამ მითებით აგებენ წარმოდგენებს და ამ მითებით საზრდოობენ. ხშირი მითია ხოლმე ჩვენთან ახლა რადგან დიაბეტს საუბრობდით, ახლა ინსულინს რო დავიწყებ, ანუ ბავშვი აი სიტყვას ხმარობენ ხოლმე მშობლები, შეჯდება ამ ინსულინზე და ნუ რაღაცა მითი რომ თუ ინსულინი დავიწყებთ, ესე იგი რაღაც კატასტროფის წინაშე დავდგებით და პირიქით ამითი ბავშვის ორგანიზმს დავანგრევთ, რომ ეს არის რაღაც, არ ვიცი, ისეთი საშუალება, რომელზეც მიდრეკილება ჩდება. არა, როგორც კი ორგანიზმის არ დასჭირდება, ესეთი მომენტებიც გვიდგება ჩვენ თაბლობის პერიოდს ვეძახით, თავისით მოგვახსნევინებს თავს. თქვენგან მინდა მოვისმინო, რომ ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის და ნამდვილად განაჩენი არ არის, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ამ დიაბეტის მარცვა, ანუ როგორც ახლა მანქანის ტარებაა და ვიცით წესები, მანქანის ტარების და გზის წესები, მოძრაობის წესები, ესევე როდესაც იცი ვარირება და მოძრაობის წესები შიგნით ამ დიაბეტში ნამდვილად არანაირ განაჩენი ნამდვილად არ არის განაჩენი. მამებს მინდა მიმართო და დედებსაც, რომ შვილის ჯანმრთელობაზე ძვირფასი სამყაროში არაფერი არ არსებობს, მაგრამ თუ კი მაინც მოხდა ასე, არც ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება დასრულდა. მარტივად ექიმების დახმარებით ცხოვრება გრძელდება და ისეთივე ბედნიერი იქნება ის ბავშვი, როგორც სრულიად ჯანმრთელი. შეიძლება ბევრად უფრო ბედნიერი, იმიტომ რომ მშობლების გვერდში დგომას უყურებს. არის ძალიან დამოკიდებული, იმიტომ რომ აი იმ დროს სწორედ მამა და დედა უნდა იყვნენ ერთიანი რა, როდესაც ეს დაავადება შემოაბიჯებს მათ ოჯახში. ეს ერთიანობა აისახება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ იმ შემთხვევაში, როდესაც დედა და მამა შედარებით შვიდად ის მაგხედველობაში, რომ არ არის ტირილი, ვაი, ვიში, იღებს ამ დაავადებას, ანუ რაც უფრო ადრე მიიღებს, მით უფრო უკეთესად გვიწესრიგდება და მით უფრო მალე ვაღწევთ კომპენსირებას ბავშვებთან. იმიტომ ეს ნამდვილად ესეა. შემიძლია გითხრათ ასე, რომ ძვირფასო მამებო, თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული თუ რა სიტუაცია შეიქმნება ოჯახში, არ არის მარტივად მისაღები ქრონიკული დაავადებები, მაგრამ მე მგონია, რომ ზოგჯერ მამებს მეტი პასუხისგებლობაც ეკისრებათ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დედაც უნდა დაამშვიდონ, ბავშვიც უნდა დაამშვიდონ და მოკლედ მამა უნდა ყავდეს სწორი გზით და ფსიქოლოგიურად სწორად უნდა მიიღოს ეს ყველაფერი მამამ პირველ რიგში. და დასასრულს ცოტა მსუბუქი თემით რომ დავასრულოთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი უცნაური პრობლემით მოსვლა და უცნაური აი რა შეიძლება სასაცილო შემთხვევებით გქონია პირდაპირ თქვა. ну რა თქმა უნდა, ხა რაღაცა სიტუაციები არის, როდესაც შეიძლება ხა იმ პაციენტისთვის არც იყოს ის იმ მომენტში სასაცილო, მაგრამ იყოს რაღაცა შენთვის, მაგრამ აი არ ვიცი ხა უცებ გამახსენდა, უბრალოდ გუში მქონდა ამაზე საუბარი. ჩემი სიტუაცია არ არის ჩემი კოლეგის, მაგრამ რაღაც სიტუაციებზე საუბრობდით და გუშინ მოყვა და აი მახსოვს ხა ეს მომენტი. ანუ დედას სატელეფონო კონსულტაციას უწევს, რომ ბავშვი არის პატარა და უნდა მისცეს ხელოვნური კვება და ხელოვნური კვების იმ ბოთლებს მოგეხსენებათ მოყვება ერთი საზომი კოვზი. და ნუ ექიმი ეუბნება, რომ აი ეს 3 კოვზი უნდა ჩაუყარო, გაუხსნა წყალში. და უკიდა გაუთიშა ტელეფონი, ზუსტად 2 წუთში ზარია და დედა ეკითხება, კი, მაგრამ ამ ყუთს რომ ერთი ცალი კოვზი მოყვებაო. გუშინ ვიცინოდით ამაზე ზუსტად ავტო. კურიოზები რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ აი კარგი დასასრული იყო. ძალიან დიდი პატივისცემა და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მოიცალე ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თქვენ, რომ ესეთი გადაცემები აუცილებელია, მე მგონი. დიდი მადლობა. ძალიან ვთქვით, რომ
ბევრმა მამამ ნახოს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონო ეკატერინე, დრო რო გამონახეთ. ვხედავდით რა დატვირთული იყავით და გამონახეთ დრო ჩვენი გადაცემისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის ასეთ საინტერესო თემებზე რო გესაუბროთ. მადლობა F1. რა თქმა უნდა, რომელსაც ჩვენი ტექნიკა გააძლიერა და მადლობა ჩვენს მეგობარ დუბლაძეების ღვინის კომპანიას ქართული ხასიათის მრავალფეროვნება. ძალიან მომწონს ეს სლოგანი მიშო. ჩვენი სლოგანი თქვათ მამების დრო არის ყველგან და ყოველთვის. რა თქმა უნდა და ამიტომ ყოველთვის გვიყურეთ ყველგან სადაც ინტერნეტია. და გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ჩვენი არხი. აღარ დაამთავრო ეხლა. დიდი მადლობა.